შორისკენ აქ საფრთხე შეტევა გრძელდება ეს იერიში ლორია შეცდომა და გადარჩა დინამო თბილისი მაგრამ გადარჩა კი 11 მეტრიანი ინიშნება დინამოთა კართან მერვე წუთზე და ამავდროულად გაფრთხილებულია მაგრამ მის წინააღმდეგ არის ლორია და ამასაც უნდა ვივიწყებთ როგორი გამოცდილი მეკარე დგას დინამო თბილისის კარში როგორ ნერვიულობენ ჟალგირისის შემადგენლები პეტკოვიჩი კი გამორბენი დარტყმა და აცილა შეეთხო ისე ნერვიულობდა პეტკოვიჩი როგორც წესი ასე დროს 11 მეტრიანის შესრულება უჭირთ ხოლმე ფეხში რომელსაც ძალიან მაგარი სტატისტიკა აქვს წინა შეხვედრაში ვერ გამოიყენეს მაგრამ აი ამასაც დიდ ყურადღებას მიაქცევენ და ჩვენც უნდა ვიყოთ მზად ვაფრისთვის არავის შეხებია ვურჩი დარტყმა კარიდან იქნება და მარჯვენა ფლანგიდან ისევ მარჯვენა ფლანგს პერთავენ პასიც გავიდა ეს პასიც გადის და გოლი მივიღეთ მაინც აი ამდენი შეტევის შემდეგ მიაღწიეს საწადელს ჟალგირისის ფეხბურთელებმა 25 წუთზე გახსნეს ანგარიში ჩავარდა დაცვა აქაც სამსვლიანი კომბინაცია იყო ისე გამოდიოდა 2022 წელს ეს არანაირი თამაშგარი ერთი პასი მეორე პასი ძალიან უხეში შეცდომა იქნა დაშვებული დაცვაში ახლა ფაქტია საჯარიმოში ასე მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა რა თქმა უნდა ალანდაძესაც აუარა გვერდი ეს პასი იყო ძალიან კარგი და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ჟალგირისი ახერხებს ანგარიშის გახსნას სამწუხაროდ აღიაროთ რომ ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა იქ პენალტი იყო ჯარიმსი და ბაბარი შანსი არა ეს გადაცემა როგორც ჩვენია უკეთ უნდა ითამაშა იმ ეპიზოდში მაგრამ კარგია რომ არ გამოეთიშა სიტუაცია ეს კარგი გადაცემა იყო კვარაცხელია კარგი პასი დარტყმა შეიძლება გათამაშება კვარაცხელია და შეეძლო დარტყმა კიდევ ერთი შანსი დარტყმა და 1-1 დინამოელები ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას სანტოსი მაინც გოლით დაგვირგვინდა დინამოელთა შეტევა რამდენიმე შანსი მიეცა დინამოელებს ეხლა ამ შეტევის დაგვირგვინების და საბოლოოდ ანგარიში თანაბარია იქ კვარაცხელია დააგვიანა მაგრამ არაუშავს ყველაფერი ჩვენს კიდევ ერთხელ ესე იგი სანტოსი მეორე გოლს უტანს ჟალგირის გაუტანა თბილისში პასი კარგი იყო ეს შვენიერი და აი აქ ნახე რა ძალიან მაგარი კომბინაცია იყო საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა მარცხენათის სანტოსმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება ძალიან კარგი რამ მოხდა ახლა მე-40 წუთზე ცოტა მოუსურვეთ ჩვენც ეხლა თითქოს რა იყო სანერვიულო ერთი შეხედვით 3-0 მოგებული გაქვს 0-1 სესპლავგის სცენა თორნიკემ ერთ ეპიზოდში გაიბრწყინა პირველ ტაიმში და სწორედ იმ კომბინაციას მოყვა გოლი საგოლე პასი მიითვალა ასე გამოვიდა საბოლოო ჯამში კიდევ ერთი გოლი რომელსაც უშვებთ 59 წუთზე და კიდევ ერთხელ ჩამოგვეძინა დაცვაში 2-1 ჟალგირისი დაწინაურდა კვლავ დაწინაურდნენ მასპინძლები პირველ ტაიმში ზუსტად ასეთი სურათი იყო მოგვაწვა ჟალგირისი რამდენიმე შეცდომა დაუშვით რამდენიმე ეპიზოდში და აქაც იხერხა პეტკოვიჩმა და აქ ახლო მანძილიდან შეძლო გატანა ამაზე ბრაზობდა რამდენიმე წუთის წინ ლორია ამდენი სუფლება საჯარიმოს მისადგომებთან და საჯარიმოში არ უნდა მისცე მეტოქე გუნდს ასე თუ ისე 2-1 დინამოელთა უპირატესობა კვლავ ორბურთიანია ორი მატჩის ჯამს გულის ყოფნა თქმა უნდა 30 წუთი ტკალია გამოდის მოედანზე თორნიკე კვარაცხელიას ნაცვლად ნახევარი საათი რჩება ზედმეტი 90 წუთის დასრულებამდე ცვლილებები საჭიროა რა თქმა უნდა ახალი სისხლი ასეთ დროს
ძალიან პირველ შეხვედრაში შესული შემო. აუტი მოაწოდეს ნასმისლებმა. ბოშანჩიჩი. უპანო. ბურთი დაუთმეთ პირველ ტაიმის პირველ ნახევარშიც და გაგვიტანეს გოლი, ბურთი დაუთმეთ მეორე ტაიმის პირველ ნახევარშიც და იგივე მოხდა. როგორც კი გავაქტიურდებით, მაშინ მე ვუქმნით პრობლემებს მეტოქეს. აკეიშეირა უთამზი ბლოკებად, კალიას არ იყო ეს ხელი, სულთხოვად კომენტარ ყურადღებით თამაშია ეს საჭირო. რა შანსი მივეცით, ახლა ჟალგირი შეტევა გრძელდება. არ შეიძლება ასე მოდუნება, არ შეიძლება. 3-1. ეიშეირამ რამდენი სადა, რამდენჯერ სადა, რამდენი ეცადა პირველ ტაიმშიც. აგერ მეორე ტაიმის სტარტზეც და მაინც მოახერხა გოლის გატანა. სამწუთში 2 გოლი. მხოლოდ მინიმალურია ახლა დინამოს უპირატესობა. ორი მატჩის ჯამში. აი აქ ითხოვდა ეიშეირა ხელი თამაშის დაფიქსირებას და კატასტროფა ხდება დაცვაში. რამდენჯერ შეიძლება მისცე უფლება რომ სტატისტების როლში იმამოს მსვლელები აქ ერთმანეთს შეუშალეს ხელი სამწუხაროდ. ეს ერთი აიღო ორია. ხელი შეუშალეს ერთმანეთს ლიტვინენკომ და ტეიშეირამ. კიდე უკეთესი მათნახევარზე თუ არ მივცემთ მარტივად ბურთის გათამაშების საშუალებას და არ არის თამაშგარე. აწაძე დარტყა დაგაიტანა. აი განსილება. ვაწაძე გატარილი გოლის ავტორი და 3-2. გამოი თუმცა ჟალგირისთან პირველ შეხვედრაში ის არ ყოფილა ძირითადში, მაგრამ აი გამოვიდა საჭირო დროს და გააკეთა ყველაზე უფრო რაც სჭირდებოდა მის გუნდს დინამოს რაც სჭირდებოდა. არანაირი თამაშგარი არ იყო აქ იყო თუ არ იყო აქ ხა ჩარჩენილი იყო მარცხენა ხო არ არის აი გამოჩილება არის სენტ ფორვარდის ინსტინქტი ხო მარცხენათი კოჩა ბრაო მათე აი ეს არის ერთი ძელი მეორე ძელი და შემდეგ მეტოქის კარის ბადე ცენტრალური თავდამსხმელი 3-2 ახლა ცოტა დაგვამშვიდა ვაცაძის გოლმა და თამაშგარე არ არის თამაშგარე მდგომარეობა და პეტკოვიჩი არ გვამშვიდებენ არ გვაწნარებენ მოკლედ რა თამაშია 4-2 ძალიან მალე ქეირიანა ვერ გავიხარეთ დატანილი გოლით პეტკოვიჩმა რაც ვერ გააკეთა თბილისში აკეთებს აქ არა რა ბურთი მოიგერია ლორია აბა არა არც აქ არის თამაშგარე მდგომარეობა მე რამდენად უნდა დავტოვოთ ასე თავისუფლად მეტოქე გუნდის მოთამაშე საკუთარ საჯარიმოში რა ბურთი კარში 4-2 ჟაეს რა ბურთი აიღო და შემდეგ დამატებაზე პეტკოვიჩმა მაინც მოახერხა გატანა როგორც ჩანს ბოლო წამამდე ნერვიულობა გვიწევს ამ შეხვედრაში თავისუფალი სივრცე ეს გადაცემაც გადის და მარცხნივ არის თამაში საჭირო კიდევ ერთი დარტყმა იბლოკება გრძელდება იერში უთხრამენ და 5-2 არ ვიცი ბილენკი ათანაბრებს ანგარის 2 მატჩის ჯამში მოხდა ის რისიც ყველაზე უფრო გვეშინოდა ძალიან დიდი უპირატესობა იყო პირველი შეხვედრის შემდეგ მაგრამ 5-5 2 მატჩის ჯამში
ხდება ხო ამ დროში. გამოფხიზლებაა საჭირო, აუცილებლად გამოფხიზლებაა საჭირო. ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი და დაჭერილი ჟალგირის რომ თავიდან უნდა დაიბრუნონ ახლა ბიჭებმა რწმენა. არა კატასტროფაა დაცვა კი ვთქვით ეხა ჩვენ გადაადგილებები და ამდენი ერთი ფეხბურთელის გამოთიშვა თამაშიდან და ამდენი რამ შეცვალა, მაგრამ ამას ეხა გამართლება არა აქვს, რა თქმა უნდა, რაც ხდება. 5 გოლი დაგვამშვიდა ხო? კითხვის ნიშნები და აქეთ როგორი შეტევა ჟალგირისის ნახეთ. შეცვლაზე შემოსული მიხაილოვიჩი იტანს მე-6 გოლს დინამო თბილისის კარში და ორი მატჩის ჯამში ანგარიში ხდება 6-5. კატასტროფა, სრული ფიასკო, კრახი 3-0 შემდეგ. რა დაატყანა ხეცხრიაში. ალბათ ამ გოლს კომენტირება აღარ ჭირდება. ასე მარტო რომ გოლსკი არა ეხა ხო საერთოდ რთული ამბავია 6-2 ხო ძალიან რთულია ძალიან ფილმეული მარცხი დინამო თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავი დღეს ეს შეიძლება აკი უკვე მე მგონი იმაზე ვარ დაასრულონ ეს თამაში. 7-2 ინფორმაციისთვის გეტყვით რომ ბილენკის ჰეტ-ტრიკი არის ეს. თორზე კიდე ხო იყო რაღაც შანსი. იქნება დამატებული. აქ არ ვიცი, აქ საერთოდ რა შანსია ვაპარაკი და რა აზია ვაპარაკი. გოლი კარიერაში ლორიას არ მოხსოვს როდის გამოშვი. და არც ის ვიცი ჟალგირის გაუტანია თუ არა 7 გოლი. ეკნებათ რა თქმა უნდა გატანილი სადღაც. დინამოსაც ევროთასებზე 7 გოლი. ტაბლოზე ხედავთ ანგარიშს უკვე ვეღარ ხედავთ, მაგრამ 7-2 მოგვიგო ჟალგირისმა. 7-2 დინამო თბილისთან პირველი შეხვედრის 0-3 მარცხის შემდეგ გოლის ავტორებიც ჩვენს ეკრანებზეა. დინამო სამარცხინოდ ეთიშება ევრო ტურნირებს.